გამარჯობათ. აჩი მსოფლიოზე გიბრუნდებათ. 2026 წლის ქრონიკები შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამით დასრულდა. ესპანეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია. ულოცავთ ესპანეთის დამსახურებულის იქით. კი ბატონო. არე დარდებოდეს ეხა შენ ულოცავ თუ არა. არა, რატო კაცო გულახდილად ულოცავ. პირველ რიგში იმიტომ რომ მართა თუ კი ფეხბურთი არსებობს, არის ესპანეთი რა. ეხა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გული დაგვწყვიტა არგენტინამ, არა ერთი მხრივ დამწყვიტა და მეორე მხრივ რომ მოეგო მართლა გავგიჟდებოდი. იმიტომ რომ არის ამ რაც ეხა გუშინდელი თამაში. გუშინდელს ვიძახი, გუშინდელს. ესე აი გულის სიღრმეში ვფიქრობდი რომ ეხა ამათმა რომ პენლებშიც რომ მოიგო, ნუ იცი რა ვფიქრობ, აი არ მინდა რომ ეხა ამდენი ხანია მე და შენ ფეხბურთზე ვლაპარაკობთ და ნუ რაღაცა ელემენტარული აუდიტორია გვყავს და რაღაც ფეხბურთში ავტორიტეტი და აი მთელი ღამე და მთელი დღე ხა სადღაც სახში რო ზიხარ და აი მაშინ იმერულ ესკიზებში რო არ მაგრამ ვერაფრით ვერ მივხვდი რა იყო ეს ხო ვერაფრით ვერ მივხვდი ხა რატო შეიძლება ესე ცუდად ითამაშო ის რაც დაგეგმე. ნუ ფაქტია რომ დაგეგმეს თამაშიც არის. მეორე ნომრად თამაში, ხისტი თამაში. თუ არ დაგეგმეს ეგეც იქნება. ეხლა რომ ვფიქრობ რომ ჩემ თავისთანაც ვერ მომაკ, ვერაფერი გასამართლებელი რომ აი იქ რაღაცა მოხდა. ერთადერთი რასაც ვფიქრობ რომ ის ელემენტარული დაცვითი თამაში, რომელიც დაიგეგმა, ხო? და 5 შეტევაში 1 რომ ნახევარდაცვიდან ის ერთიც გამოსულიყო და რაღაც აი იქ საერთოდ არაფერი არ გამოვიდა. დაცვით ის ქნეს რაც უნდა ექნათ. ხო ეხლა რო გითხრა რომ ეხლა ეს დიბოც გაფრინდა მეთქი და ისეთი ბურთები აიღო რომ არ აუღია იჯარიმას თავის კუთხეში. აი ხო აუღია მაგაზე მაგარი ბურთებიც აუღია და ეგ მკვდარი არა. შეცდომით ითამაშა მაინც. აი ეხლა როცა შეგიძლია, კაი წავიდა ესპანეთი უკან, მაგრამ 10 კაცით 120 წუთზე, 118-ზე, ხო რაღაცა რომ მიხვალ და ჩახვალ და რაღაცა მომენტის მაგვარი გეკნევა 15 წუთი იყო გასული კარისკენ. არა, პირველი იცი რომელი ჩაუთვალეს? აი ნახევარ კარში რო ეგ იყო დარტყმა. მე თავში რო გაარტყა იმას, ის რა ქვია? 10 12 რამდენჯერ აქვს ბურთი მიღებული. ეხა ეგეც რო იქ ჩამოსულიყო ბურთის ასაღებად, იქ რაღა დარჩებოდა, წინ აღარაფერი აღარ დარჩებოდა. ეხა არანაირ გასასამართლებელს აბუც არ პოულობ. ძალიან მაგრა თამაშობს. მე ეხა მთელი ეს ჩემპიონატია, ხო გახსოვს შენ საფრანგეთს ხო, ესპანეთმა ვიძახოდი რომ ეს არ არის რა ფეხბურთელების გუნდი. თუმცა როდრი, კუბარსი, პედრი, იამალი, თუ გინდა ეს ფერან ტორესი, რა მაკვარანცხი ფეხი აქვს. სადაც ეს მეკარეც, მაო ერთი გოლი გაუშვა, იმისი, რა ქვია, 8 თამაში, პორტუგალიას ეთამაშა, არგენტინას ეთამაშა, საფრანგეთს ეთამაშა. ვინ გამოაგდა? კაპოვერდეს ეთამაშა. აი კაპოვერდეს დავანებო. ბელგიას ეთამაშა და გაუშვა. აი გაუშვა ერთი გოლი რა. ისე ხა მომინდა რომ ბელგიასაც არ შეეგდო და 0-ით მოეგო რა. აი 0-ით მოეგო. ესეთი გუნდი ღირსია, რომ მსგავსი ერთი ცხო ძალიან მაგარია. მე მგონი ეგეთი შედეგი არ რეკორდი მაინც არის ალბათ. 8 თამაში 1 გოლი და მე მგონი რამდენი გოლი შეაგდო? 10, 9? მეტი. ბევრიც არა. არა. 8 თუ 9 გოლი ქონა და ეხა არ შეუგდია ბევრი გოლი. ესპანეთის ხო? ის გატანილ გოლებზე ხო? ესეთი დომინაცია არ შეიძლება რომ მარტო თამაშმა მოიტანოს. არა გამორიცხულია. აქ შენი წვლილიც როგორც დაცვითი მოწინააღმდეგე ხო, არგენტინის წვლილიც არის ამაში რა. ეგ ხო ნაფიქრია, თამაში მიცემულია, გადაწყვეტილება მიღებულია, შემადგენლობა არეულია, ხელისკვრა ხო, მონტი ყველაფერზე ყერსი. არა, ხო ხა რომ მოიგო ესპანეთთან ეგ ისა ინგლისთან ეგ მოგეწონა და რო წააგო და ხა იქ ბოლოს ის რო გააკეთა ტატამზე რო მაშინ როგორ გავახეს? მაშინ იქ ეჭხუბათ რა. ხო, მაგრამ ხო ეს ზუსტად თქვა რა სიმეონემ. ზღვარი redline რა არის ხო ზღვარი ყველაფერს აქვს რა ეს უყო მე რომ მიყვარსო ხო მე რომ მიყვარსო ხისტი და ბძოლის უნარიანი და ეს კვილებამდე ისა თამაშიო ეგ მაგრამ ამ მომენტზე თქვა ზოგადად თქვა რა რომ ძირითადად ენცოზე თქვა რა რომ თავი არ უნდა გაიგდო თუ ეგრე ხისტად თამაშობო თავი არ უნდა გაიგდო საჩსაც უნდა ვაღიაროთ რომ აცალა ეგ ყველაფერი არ იყო პირდაპირ მიმართული დაგდება კიდე რასაც ვიტყვი ეხა
თუ გინდათ რომ თუ ყველაფერს სწავლობენ ამ მესისგან ეგეთ წაგებაც უნდა ისწავლონ. აი მოქცევაც ისწავლონ. ხო გავიგე რომ არც ერთი მესი არ არის იქ და არავინ მაგასთან არ მივა და პერსონალურად არ გადაეხვევა, მაგრამ ეხა ესეთი ცემატყება იმაში რა ქვია ფინალში. ხო ჩვენ არგენტინის გულშემატკივრობას მე ხა ვერც მესი რო დაანებებს, მაშინაც არ დავანებებ თავს და კიდე მაგის მეასედიც რო აღარ გაჩნდეს, მაინც ვიქნები რა, მაინც მომწონს მაგათი ყველაფერი მომწონს მაგათი რა. უბრალოდ არ მომეწონა გუშინდელი თამაში მინდა რომ იყოს, ხო? აი ვერ გავიგე. ხა სკალონი რა გუშინ ცუდი მწვრთნელი ხო არ გახდა? ჩემი აზრით ერთ-ერთი ყვითელი მიიღო პირველად წარმოიდგინე. ერთ-ერთი საერთოდ ემოცია არ ქონია, არც ერთ გოლზე, არც ერთ ბოლო წუთში შეგდებულ გოლზე, არც ჩემპიონები რო გახდნენ მაშინ. არა, ნუ ერთი 10 წელი მაგ კაცმა რო სიცოცხლე დაიკლო ამ ნერვიულობებში, არ ვიცი 80-ის თუ უნდა მომკვდარიყო 70-ის. წინა იმაზე 20 მოიმატა და ეხლა 10 დაიკლო. არა, ეგ მომატებაც არ არის. მე მგონი რომ ეგ არ არის მომატება და თან თავარი პრობლემა მაინც მე მგონია ის არის რომ ბრაზილია 2002-ის. კაფუ რონალდო აზრი რო აღარა. წუნი იმათაც ჰქონდათ. სადღაც ბურთი უარდება. ამათ არა აქვს. სადღაც ერთი გადამიხვიეთ. მეკარეა ეს. იამა აქედან რომ ესე რომ ჰაერში თან და წინ რო გაიწორა. შეგეთ რამე გააქნა ნახე მას. წინ რო გაიწორა ბიჭო, ეგ ხო არის რომ ისჩერებ. აი მარადონას და მესის ხო დონე. ის დონე იყო კი. არა, აი თან დიდი გუნდები არის რა არ მინდა. პირველი მსოფლიო, ვის აქვს მსოფლიო მაქედან ნათამაშები? არა. არა, ესპანეთს არა აქვს არც ერთ კაც მსოფლიო ნათამაშები. არა? არა, ფინალი რა. არა, ნუ ანუ შენ ამბობ რომ ფინალი არა აქვს ნათამაშები. გამოვიდნენ ზმაო, მე არ ვიცი, ესეთი მართლა ესეთი ფეხბურთი. იცოდნენ რომ მოიგებდნენ და ან უწუნო ეგეთი ეს შემეშალა რა, რომ საფრანგეთი მე ესენი არიან ვირტუოზები. არა, საფრანგეთი მართლა შეგუშალა, რომ ეხა რო უყურებთ რომ საფრანგეთი გვერჩივნა ამ ესპანეთს, ცოტა უხერხულად. აი რაღაცე პარალელები ვერ გაავლე, აი მაგალითად თელი რეალ მადრიდი იჯდა იმაზე ტრიბუნაზე და ბარსელონა და რეალ მადრიდიდან კაცი არ ყავთ ბიჭო სოფლიოს ორი საუკეთესო გუნდიდან და გუნდებს რო ჩახედო ეს ხუთი კაცის ატლეტიკო ბარსელონა და დაანჩენი აი ავიცი მე-10 ადგილის ქვევით არიან ლამის. გეხოცები რა. ბაენა ის არის, დავიდ ვილა ბაენა, ოიარსაბალი, ფერნანდო ტორესია, რუისი, ინიესტა. მაგრამ შენ ჩახედე მაგენ საიდან მოყვება ეგ წვნელი მაგას. ის არის. არა, ხო, მესმის უბრალოდ. გავიგე, მაგრამ ამ თავის ოიარსაბალი წვნელიც, მაგრამ ევასება და გეტყვი რატო. ერთი არ გაუპროტესტებია, თუნდაც ის გოლი, რომელიც არ ჩათვალეს და იქ. არა. მე რო ვიყო ჩავთვლიდი იმ გოლს. რო რევიზია. ეს ფეხი რო დააბიჯა იმაზე. ოტამენდის და აყირავდა. ხო, და ნუ ესეც აყირავდა. რა, მაგრამ აი ლუპით უნდა დაუნახო რომ ხო, არა, აი ერთი არ უქნია რა, არაფერი და იმიტომ რომ იცოდა რომ ჯობდა ხუთი თავით. მაგიტომ არა. ყვარყვარაში რო ბოლოს გადაიცმევს ის ქალი. ჩუმად რო ვისა დოდო და ქალიwith რომ აი ეგრე რომ მოეგო არგენტინას ეგრე გამოვიდოდი. ხო, ეგრე უნდა არა არისო რა, არის ნამდვილად არისო ღირსი, მაგრამ ერთმანეთის ძალიან დიდი პატივისცემა მიუხედავად ამათი საშინელი ქცევებისა და ეს რაღაცა მაინც მცნელებს შორის, მაინც აი რო ელაპარაკებოდნენ, ესენი კი იყეფებოდნენ არგენტინელები, მაგრამ ისინი სულ ცდილობდნენ რომ აი რაღაცა ისეთი კონფლიქტში არ შესულიყვნენ, მაგრამ მაინც შევიდნენ ესენი. მაგრამ ეს აი როგორ გერჩივნა, თამაში ყოფილიყო და 3-0 წაეგო თუ აი არა, მინდოდა რომ აი ჯახირით აი ისე ყოფილიყო, თუნდაც ხა ისე ვერ იქნებოდა ინგლისი საფრანგეთივით რა, მაგრამ 4-1 წაეგო და მომენტები ყოფილიყო ერთი კაში და მე მგონია რომ პირველ ტაიმში რომ ვიდრე 1-0 ესპანეთს რო გაიტანა პირველ ტაიმში ფეხბურთს ვითამაშებდით. აი რაღაც აი მან დაჩე მე ხა გუშინ გავაკეთე ეგეთი განცხადება, მე რომ მინდოდა რომ გაგვეწურა არ გავიდეს ჩქარი გოლი და იქნება და ნუ არ გავიდა არც იქით არც აქეთ რომ ჩქარ გოლზე მე უფრო შედეგზე წავედი იმიტომ რომ შედეგი სხვანაირად არ დადგებოდა ჩვენ არგენტინას რო შეეგდო ერთი გოლი ნუ საერთოდ ხო საჯარიმოდან აღარა ვიდოდნენ ისე არ მოხდა არა ეგრე არ ველოდი რა 0-0-ზე წავიდე არ ველოდი და პლუს მე რომელ წუთზე გააგდო ის კაცი და მეცხრეს
90 წუთში გააგდო და მორჩა. მორჩა ხო. ანუ რასაც რა ვერ გავიგე, ისე აი ერთადერთი რამე ვერ გავიგე რა. ეხა მან რაც არის პირველ დღეს ვინც წაიყვანა მაგ ჩემპიონატზე ის ხო ის იყო რა. ძალიან გული დამწყდა რომ თამაში შინაარსი და თამაში ისე წავიდა რომ ლოტარო ვერ შემოვიდა. მოედანზე ვერ შემოვიდა რა. ვერც ხელი ვერ ახლო მესის. არა, აზრი არა. მაგ გადარბენა გადმორბენა, არა, მესიზე ხელის მოკიდება საერთოდ აზრი არ ქონდა. არა, ნუ 8 კაცი რო დარჩნენ და კიდე ერთი შანსი იყო რომ ლოტარო შემოეყვანა და ეს ისე ოდნავ უკან ჩამოსულიყო რომ მეტი ბურთი ქონოდა რა. ერთი შანსი ეგ იყო. მაგრამ იქ ლაკაცით იცავდა რა. მაგას გეუბნები, იქ ერთი შეცვლა მოუწია. ერთი რომერო არა ერთი პირველ ტაიმში მოუწია, ერთი მეორე ტაიმში მოუწია. მერე კაცი რო გაუგდეს, ხა ფორვარდს ხო ვერ დაამატებდა. თან ყველა პაჩანგაა, ბიჭო, ეგეთი რამე არ მინახია რა. არა, აი, ალბათ მაინც ჯობდა რომ წარმოიგე სიმიონე არის ანტიფეხბურთელი. ნუ არსებულია. ამ დროს თამაშობს ატლეტიკო მადრიდში. ერთი სამი კაცი ატლეტიკო მადრიდში თამაშობენ, ეს მეორე რომ მარჯვენა დამცველი შემოიყვანა, ისიც. ატლეტიკო მადრიდი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბიც, გუნდიც და ნუ ყველაზე უხერხული მეტოქეც. მე ესეთი არა ფეხბურთელები არ მინახია რა, კი არგენტინას ჩვევია მსგავსი, მაგრამ ბოლო ხანებში ჩვენ რაც ვნახეთ, ბრაზილიაში რაც ვნახეთ, არგენტინაში. იმასაც ყოყავდა ატლეტიკო მადრიდის ფეხბურთელები და იქ ყველა მოთამაშე. როდრიც ატლეტიკო მადრიდიდან მოდის. არა ნუ როდრი მოვიდა ეგ მიხვდა თუ არა როდრი ეგეთი წაიყვანეს ეს ლაპორტი ატლეტიკო მადრიდში ლაპორტი არა სიტი რაღაცა ისეთ გუნდში არა რე მეკარე თამაშობდა ყველაზე კარგად ფეხით მაგ გუნდის სახელს იმენა ხო ნახე როგორ ტოვებდნენ მარცხენა დამცველს რო ტოვებდნენ მარტო ანუ ისე ათამაშებდა რომ მეკარეს ყველა ვარიანტში უნდა მიეცა მარცხენა დამცველის უკურელიასთვის არა ჩვენ არგენტინა თამაში ვინც არის პატარა ჯაგლიტო ხო და ის რო გავიდა იმასაც ეგრე შეუშვა. მაგრამ იმან იცის შედარებით, მაგრამ მაინც იმას ტოვებდნენ. და მე ხო ამას ტოვებდნენ და ტოვებდნენ, მაგრამ ხო მე 15 წუთზე პირველად კერძე მიიღო ბურთი მესიმ და წაიქცა ჯარიმა. მე 15 წუთზე. აი მე მაგის აი მან მივხვდი რომ ყველაზე უფრო შემაშინა რა უყურე შანსი არის. როგორი რამე არის ის რაც დაწერეს და რაც დაგეგმეს ცუდი დაცვითი თამაში, მაგას კონტრშეტევაზე თამაშიც არ ქვია, იმიტომ რომ არა კონტრშეტევას ვერ გააკეთებს. ხო გინდა ორი მაინც რა. ან მიმცემი, ხა შიგნიდან ესე იგი ეგ პასები უნდა გაეკეთებინა ან მაკალისტერს, ან ენცოს, ან დეპაულის. ნუ ან ამას. ამაზე კიდე ცალკე ნერვები მეშლება ხოლმე. ის ამას რო აძლევს და ეს კიდე ამას რო აძლევს. ერთი სამი პასი გადააგდეს აუჩი პირდაპირ თამაში რო დაიწყო. ხო შეიძლება რომ ერთხელ გამოძვრე რა მაგრამ აი თან როგორ რო ამჩნევ რომ ვაი სუ ვაი იყო რა ხო მაგრამ იმ ვაიში იმიტომ ანუ ბურთის წერაში როგორც არიან ესპანელები უარესები არიან მეგონი აი როგორ უნდა უარესები არიან იმაში ესე უყურებდი ხო ვაი ხო და ისე ჩემი კანტორის ხალხი მოდისა და აი ეგრე იყო ცოტა ხმა მაღლა აი რამე და ბურთის წართმევა უკეთესად იციან. ნახევარ საათიანი თუ 23 წუთიანი, 26 წუთიანი, 25 წუთიანი შესვენება ხო იყო. აი მანდ ვიყავი როგორ. მეფესავი თან რონალდინიო, მადონა, რონალდო რო დაძაბულილი და როლზე. მანდ ხოჭი რა ვიფიქრე. მეთქი აი პროსნიაწეცი მაინც დაიწყოს მეთქი. ხო. გადავყავ ერთი სერია დავისვენო მე. ესე დიდი ხანია, იცი რა. როგორი შეგრძნება მქონდა, იცი ხო აი სველი ვიყავი ნერვიულობისგან, მაგრამ არც ერთხელ არ დაგვირეკია ერთმანეთს. ველოდებოდი. წარმოიდგენ მთელი თამაში 100. ველოდებოდი, აი ველოდებოდი და გოლსია რეზისთან. გაგვიტანდნენ რა, აი ველოდებოდი. მაინც მოლინა შეცდა რა ბოლო-ბოლო რა. გაატარა და იმან არტყა თავი უკნიდა რა. არა იცი რას ვფიქრობ, რა სწორი რამე თქვი. საბოლოო ჯამში ესე თუ უნდა მორჩენილიყო ეს თამაში სანახაობრივად ისეთი ცუდი თამაში იყო ერთი ისეთი გაათამაშეს ესპანელებმა მე რეკუსლით რო უტოვებდა არის ნეტა ეგ შეეგდო რა იმიტომ რომ არა ფეხბურთმა ხო უნდა მესამე ადი
ლიზე თამაშის მერე მართლა როგორი ლაღი ხო ნუ ამხანაგური რაც აღარ უნდა ითვლება არა გავიგე მაგრამ ეგ არის რა ფეხბურთი მაგის ხათრი თუ 50 წელია ფიქრობენ მესამე ადგილის თამაში ჩაატარონ თუ არა 10 გოლი სერიოზული არ 10 გოლი რო გავა ეგ სერიოზული რაღაცა ძალიან ისე უყურებ ამ ფეხბურთს რა ეხლა რომ მიყავს ამდენი ხანია და რომ 10 გოლი არ უნდა გავიგე არა სიღრმეებში და უკვე რომ ამ საქმით ხარ დაკავებული დაგემატა ისა რა ქვია რა ეს პროფესიონალიზმის ფეხბურთელობის ხო და აი მაყურებელს არა აქ კაცი რომ მოდის ეხლა იმას აი იმ სტადიონიდან ვინც გამოვიდოდა არა 70% მგონია რომ არგენტინა მაგრა ითამაშა ტურნირიდან რო გავარდები ფინალზე იძახი კი ბატონო ტურნირიდან რო გავარდები და მე ამხანაგურს თამაშობ და რაღაცეებს იგებ ზემოთ ეგ მე მგონია რომ სამართლიანი გავიგე მაგრამ უყურე შეგინით ხო რეაქციებს ხო აკვირდებოდი რა კი საფრანგეთი გავარდა 4-0-ზე ინგლისი გავარდა 4-0-ზე ხე დეშამი რომელმაც ესეთი კარიერა ესეთი სამსახური გაუწია თავის ქვეყანას 14 თუ 16 წლის განმავლობაში ტიტულებით ფინალებით და ეხა 7-0 რო წაეგო ხო აბა ეგ იქნებოდა კაი ხო ძალიან სერიოზული მაგ თამაშის დრამატურგიაც მეტყველებს მაგის არასერიოზულობას 4-0 4-3 ხო მაგრამ ეხა ფინალშიც იყო იგივე იტალიას უკნა ესპანეთი ეგ არის კიდე ერთხელ გეუბნები შენ ეხლა უკვე როგორც ხო არა ისა რა ქვია ექსპერტი ხო ერთადერთი 5 წელიწადი მადლობა რეზი არა მართლა გეუბნები ეს ეგ ხო როგორ არის ადამიანი რა არის რა საშრობივით არის რა შენ რო ბილეთი გეყიდა მან 4000 გადაგეხადა არა უბედნიერესი 5000 შენ რო ეხლა მე რო დავჯდე შენთან ერთად და 3 წელი UFC-ს გადაცემები უსმენო არც ერთი ჭუბი არ მინახი არც ერთი ლაივში. ხო, არც მე. არც ერთი. უყურებ. აი რომ ურტყავს ჩვენიანი და აგდებს მარტო იმეებს უყურებს. ეგ მომენტები. ისე არ შემილია. ის რო ურტყავს და დაარტყეს ეგეც არ მინახია. რომ გავიგე რომ წააგო. მაგრამ ეხლა აქ რო ვიჯდე ისა რა ქვია 5 წელიწადი და მე ნიუანსებში შემოვიდე და დავიწყო ლაპარაკი. ეხლა იქიდან ვიღაცა გესმის რა, იმას უნდა მარტო რომ სეტკის იგით გადააგდოს კაცია. იცი კიდე რა იყო? ესე რო იჯდა რა ბალახზე. და ახლო კადრი რო იყო, გახსოვს? ამდენ ხანია, ვერ მიდიოდა. არა, ხო, არა, ვიღაცები იამალი არ მივიდა. მივიდა. იმიტომ რომ ის პედრი ისინი მივიდა. იმიტომ რომ იმათმა დახოცეს ერთმანეთს, თავიდან დაიძაბნენ. ამ პარედესმა რა, აი მართლა გალახა. ხო, პარედესმა კინაღო შეაგდო იმაში, რა ქვია. გასახდელჩა ეს ხელით გავა. ხო და რამე უთხრა იმან თუ აბა ესეთი არ ვიცი გავირა რას ძალიან ღირსეულად იქცეოდნენ ესპანელები. აი ხო და მაგი დისრესპექტი არ მაგი ვთქვი ეს რო იყეფებოდნენ მეთქი ისეთი სულ არა არც ამათ არ უჩეხიათ. არა რაღაცა ქონდა. არა ეხა პარაგვაი არ უთამაშიათ, просто დაცვაში. არა პარაგვაი იქნეს თითქმის რა. უბრალოდ ფეხში არ არა აგრესიულობაზე. ფეხში არ ურტყა. თამაშის მერე. უხეშობა აი ხო ფეხში არ ურტყავდი რაღაცა პაცნობა ხო რაღაცა კი იპაცნეს ცოტა რაღაცა იმასქნეს როგორც ჩვევიათ რა ცოტა მეტად მაგრამ ეხა ფეხში არ უტკენია დარავისთვის არაფერი რა მართალია ისიც კიდე ხო ყირა გააკეთა ყირა მალა დუქანაო მაგრამ ეს არა მუხლებ იმან ამოარტყა ამაში არაკეთებ არისო აი ეს დაფარება არისო თორე პირდაპირ წითელსაც მიცემდა ოერსაბალიც ურტყავს ეგ აი ამ სიმაღლეზე წითელსაც მიცემდა ხო მაგრამ უბრალოდ მათ ხო ზომავენ რაზიანი შეიძლება მიეყენო ადამიანს და მართლა ყირა მალა დუქანაოს როგორ კი ბატონო დუქანამ გააკეთა მეორე ყვითელი თორე არისო თორე პირდაპირ წითელსაც მიცემდა ხო არა ყოფილიყო ეგეთ არ მიცე უყვითლო რო ყოფილიყო არ გააგდებდა კიდე მინდა რა რომ დავბრუნდე კაი დავანებოთ რა წითელი ყვითელი მიიღო ნერვები ვერ დათოკა ის ბიჭო ბურთი ვერ ორი პასი ხო აქამდე ხო ალვარესამდეც ბურთი ვერ ჩვენ რას ვიძახდით იცი ჩვენი საქართველოს ნაკრები ამ ნაკრებთან უფრო მეტ პას გააკეთებდა და უფრო მეტ ხო თუ არ ითამაშებდნენ ვინგერებით არა გახსოვს რომ არგენტინაში რო ვიყავით როგორ ითამაშეს გახსოვს დარწმუნებული ვარ რომ კიტეც ჩაკვეც ქოჩორაც კვარაც და მიქაუტაძეც უფრო მეტ პას გააკეთებდნენ და უფრო მეტჯერ გადავიდოდნენ ვიდრე ახლა ამათ ჭუბში ვერ მოუგებდნენ გასაგებია ვერც არგენტინა სადამდე ავიდნენ ბოლო 450 პასი იმათმა 1000 გააკეთეს დაწერა 300 არა მერე დაიმეყო 340 თუ რაღაცა იყო 700 რაღაცა 10 წუთში ბოლო 10 წუთში ავიდნენ ამ 35%-ზე ჯამში რა თორე მანამდე იყვნენ სადღაც 23%-ზე თუ რაღაცაზე
ალბათ აი ყველა სპორტში ხო. კუთხური ვერ ჩამოაწოდა ბიჭო, კარგად. ვინა? არა, ერთი ჩააწოდა. არა, 1-3 კუთხური კიდე ცუდად ჩამოაწოდა მესი მო. ერთი ლიჟნი რო ახლოში რო გაუშვა. ისეთი ცუდი ის არ ქონდა, აი რო იცის ხოლმე რო საერთოდ რო არა და თან მაგ ყველა კუთხური ის გამოვიდა. რაღაცა ფაფხური იყო. შენ წარმოიდგინე სიმიონემ რო ბოლოს რო კინაღამ შეთხარეს იქა, ეგ რო შესულიყო? ხო. მანამდე ერთი კიდე პრასტრელი რო გააკეთა და მაგას გეუნე. სენესი ერთმანეთს რო აფარებდა. მე ამანო დააფარა და გააფრინა. ეგ წარმოიდგინე, ეგ სამი მომენტი და ერთი კიდე reboundi რო ყამა რო დაარტყა მორენოს თავში. კაცმა არის ის არ მიდიოდა. არა, ზემოთ არ მიდიოდა. ხელში მიდიოდა, მაგრამ მაგაში არ არის საქმე. ეგ რაც გააკეთეს, ეგ სამი მომენტი რაც გააკეთეს 3 წუთში თუ 5 წუთში. ნუ იმიტომ რომ ძალიან და ჩაჭდა. რა კუთხო? გავიგე ხო, ესენიც ძალიან ჩაჭდნენ. ეს 115 წუთზე ჩაჭდა და ის მე-5 წუთზე ჩაჭდა. ხო დაიწყეს თავიდან რაღაცა და всё და გაქრენ რა. ძალიან რა ელემენტარულ შეცდომებს უშვებდნენ, ერთი სამჯერ კინაღამ შეიგდეს თავის კარებში ზბოთ. იქ არადეს გეუნები გამოვიდა პირველი პასი მიიღო თუ არა? აბა ბიჭო, რა ფეხი შუაში შემოაგდო და პირდაპირ ბაინას ჩაჭრა და ეს ბაიანას მიცად. მანჩესტერ სიტიში რო იყო ეს პაჩანგა. ოტამენდი. მაგას პირველივე ვარჯზე უთხრა იმან გვარდიოლა რომ წადი ახალი გუნდი მოძებნეო. პირველივე ვარჯზე, აი სამ ვარჯის კი არ უყურა. მივიდა 15 წუთში უთხრა ვარჯზე რომ წადი მანჩესტერი. წადი სხვა გუნდი მოძებნეო. ანუ იმდენად არა ფეხბურთელი იყო იმისთვის. ხო, აი რაღაცა მიკრო დეტალებზე უნდა. მე მგონია რომ ლიჩას ტრამამაც გულახდილად გონია, რომ იქონია რა, იგავლებდა რა. აი ძალიან ღირსეულად რო შეხვდე ხა. ამ იმას ესპანეთს გაუმართა. ნუ რა როგორ გითხრა რა. ამ ჩემპიონატამდე, ამ ფინალამდე ჩემი აზრით სადღაც 60-40-ზე იყო შანსები თამაში რო ჩაიხედო. ხო, ნუ 45-45 თამაში. არა, პირიქით 30. არა, მეტი აღარ იქნებოდა. რო ჩანდარე რა. ბიჭო, მეტი აღარ იქნებოდა რა. ჩანდა რა, ეხა ამათმა სუჩხუბზე რო აწყობდნენ ჩანდა. ანუ ესენი თამაში. ბიჭო, აწყონ ჩხუბზე რა, მაგას გეუნები. შენი თქმის არ იყოს ეხა. თავი არავის არ გაუტეხიათ, ფეხი არავის არ უტკენიათ, არა რაღაცა ელიც ეხა გავიგე, მაგრამ ბიჭო ესე შეიძლება რომ ესე იავნათ რო ხელს კრავდნენ და ამაზე თავს უჭავდნენ ეგეც კიდე იუვენტუსის ლივერპულის, ჩელსის, იუვენტუსის, ატლეტიკო მადრიდის, მეორე ატლეტიკო მადრიდის და ნუ ესე სამი ყველა ბურთი ფეხიდან გაგექცეს, ვერაფერი რო ვერ გააკეთო კაცო. არა და ჩვენ რო გეუნები, ჩვენ რო მაგათმა რო ბრაზილიას მოუგეს. მესი არ ყავდა. და ოღონდ რა ფეხბურთი ეთამაშეს, იცი? აი ეს ესპანეთი. ტიკი-ტაკა, ხო? 4-0 ტიკი-ტაკა, 4-1 მე მგონი რაღაცა ხო. ხო, მაგრამ ეგრე რო შეგილია, მაგრამ ესენი ეტყობა რას გიშვებიან, იცი? აი, როგორ ნერვებს გიშლიან, იცი? ესპანელები. აი, რო გინდა რომ მართლა გამოხვიდე. მაგის თქვა მინდოდა. მე მგონი შეგილია რომ აი მართლა ყველაზე ავიგე, მაგრამ ჩეულები არიან ესენი. ყველაზე ბჭყალებში ვიტყვი რა, ზდილობიანად ვიტყვი. ყველაზე ნამუსის ამხდელი რამე ფეხბურთში არის რომ მაგხელა ფეხბურთელებს ესე უბურთად არ რომელი არგენტინაც გინდა გადაახვიეთ. ხო, ყველა ეგეთი. ყველა უძლებს მაგას. ხო. მაგით არის სტრესება, ანუ ამის გაკეთება. 90-ის არგენტინა გაიხსენე რა. ან ნახე, არ შეიძლებოდა აი 30 წამიან მონოლოგს ავიკითხო თუ შეიძლება რა. ლეო ამ ჩემპიონატმა დამანახა ორი რაღაცა. რომ საფეხბურთო სკოლა და ფილოსოფია არის ნომერ პირველი და მერე მოდის ვიღაცის გენია. და ის ზუსტად ეგ ნახეთ რა, რომ ლეო მესიმ 40 წლის ასაკში მოახერხა ის რომ 12 გოლი შექმნა ამ ჩემპიონატზე და აბსოლუტურად ჩამორჩენილი გუნდი გაიყვანა ფინალში და ნახეთ რომ ინიესტას, ხავის, ბუსკეტსის, ფერნანდო ტორესის, ვილას, პიკეს და პუიოლის ნაირი ნახევრები არ არიან სერხიო რამონი მოვიწყდება შეხედე. ანუ მაგის აი ეს სახელები ულაპარაკო აჩი არის, ულაპარაკო ხალხი არის. იამალი, როდრი და პედრი.
რო იტყვი რომ ადით რო ოქროს ბურთების უბარსიმ გადამო ბაიანა არა ესა კიდე ეს ხო ნუ მართალი ხარ ეხა არა მაგრამ იმ დონეზე რა ოიარსაბალი გეხოცები ეხა დაიწყება აგერ ჩემპიონთა ლიგა და განახებ ოიარსაბალს ფერნან ტორეს დაცინუ რა ფერნან ტორესი რა უნდა ბარსელონაში ხო რა ხალხი ფრინავდა აღლია ეს არის არა მაგარი ფეხბურთელობაა შეჭამ ერთი კაცი მოატყუე რა სულ მომენტი მაგარი ფეხბურთელები ძალიან ტოპ ჯარიმა არა უღია ძმაო ბურთი რო აი ერთი კაცი ხონა მომატყულოს რომ ვიღაცამ ჯარიმა აი წამაქციე რა ერთი ბიჭო ამხელა 80 მილიონად ბარსელონას უნდაოდა და გიდა დავლიზლავდეთ რომ ეგ ბარსელონაში არ ამ გუნდმა უფრო ადვილად მოიგო მსოფლიო ვიდრე იმ იმაზე ატლეტიკო მადრიდის ფორვარდზე რა ქვარია ეს არგენტინელი რა ტორე რა ქვია შენ ეს იმაზე ალვარესს შევიზეთ ოიარსაბალზე გითხარი მე ალვარესზე არა მე უბრალოდ რას გეუბნები რომ ფეხბურთი 2010-ის ესპანეთი ხო გვახსოვს ხო საოქროს ბურთე კაცი იყო 10-დან 7 კაცი კი ბატონო აქ ხო გეუბნები ხო რა ყველა ესენი გახდა მეკარეც ეს გახდა გავიგე ხა მეკარე და როდრიც ხო და აი ხა როდრი ანხელ დი მარიას გარეშე ხო აი არ შეიძლება ეს გუნდი რო აქეთ რა აქნას ენცო კაი ფეხბურთელია და ეგეთი ფეხბურთელის გარეშე ნუ ასალორესოშია თავის როსარიოში რა ქვია ეს ყვითელი და ლურჯი როსარიოში რა გამოეძახათ მე რა არ წავიდა თორე როგორ არ გამოიძახებდნენ არ შეიძლება მესი მაგიტომ არის ანხელ დი ეგ მე მარია მგონი დიდია კიდე ერთი არგენტინის ისტორიაში მესიზე დიდია მესამე ასაკით მე მგონი დიდი მესიზე არა ტოლები შვიდიანი არიან ორივე თუ 6-იანი ნუ რაღაც თვეები არის ამ ჩემპიონატმაც კიდე ერთ რამე დაამტკიცა რომ ანხელ დი მარია არის არგენტინის ისტორიაში მესამე ფეხბურთელი მარადონა მესი დი მარია არ არის ეგ კაცი ვერ ვიგებთ რა ეხა ვერა მაგრამ მართალია მაგრა აქნა თამაშები ძმაო არა გვაქვს მაგის გარდაში არაფერი არ არის მოგებული საერთოდ არაფერი არ მოუგიათ მაგის გარდაში ხო ძალიან მაგარი ფეხბურთელია და გჭირდება იმიტომ რომ ეს მესი კი ენცო 80 მილიონიან ფეხბურთელი მაკალისტერ ლივერპულის 10 ნომერი კი არიან მაგრამ ეხა დი მარია ვის შეადარებდი მაინც კაი რაღაცა აი გვარდიოლასაც ხო მისდის მოსდის ფეხბურთელები მაგრამ შენი თქმის არ იყოს ჩერკი ეხა წარმოიდგინე იქ როგორ თამაშობს სიტიში ხო და ეგრე არის ნაკრები ძალიან არ გახსოვს ფეხბურთელები ხა არ მინდა გვარები ვთქვა რა თამაშობდნენ ზოგ კლუბებში რაღაც მოვიდოდნენ ვარჯიზე ხანდახან ერთი კვირიან ზბორზე ვერ ვიხსენებდით იყვნენ თუ არ იყვნენ არის ჭირს ეგეთი რამე ნაკრებს რა მარტო ხა იმას ნაკრებზე კი არ ჩვენ საქართველოს ნაკრებზე კი არ ვიცი ესეთი რამე ჭირს ნაკრებს 120 თამაშიდან ამ ნაკრებს არგენტინის 120 თამაშიდან აქ 9 წაგება მარტო 130 თამაშიდან 80 და რაღაც მოგება აქვს და დანარჩენი ისეთი რეზულტატური ისა ქულებიანი ფრეები რა ეხა ეს ეხა რო გადაუარეთ გუშინდელი გადაუარე რომ არა ჩემ საკუთარ თავზე ვიძახი შენ ნიშნავს კი არ ვიძახი ეხა რო გადასავლელი არის გუშინდელი თამაში ხო თორე გადა ეხა ზივარ და ვლაპარაკობთ რომ სიმართლეს რა რომ საშინლად ითამაშეს თორე ეგ არის არგენტინის ნაკრები გუში რაც ითამაშა ხო არა გამახსენეთ სკალონესთან ერთად ერთი თამაში მაინც ერთი გინდა ბრაზილიასთან გინდა კოლუმბიასთან გინდა ფინალები ხო იყო სამი ფინალი ხო გქონდათ კაცო ხო სამი ფინალი თუ 4 ფინალი გქონდათ მე 4 იყო არა ორი კოპა ხო სადმე ეს გავიგე რომ უკან იდგენ კიდე ერთხელ ვიმეორო ესე რომ არავის არაფერი არ გამოსდიოდეს აი მაგ ფიქრებში ვიხლიჩები რა ან აი ეგ არის რაც თქვით რომ ვერ შვებოდნენ იმიტომ არა ბურთი ხო უნდა გაგეცეს რომ დავინახე რაღაცა ვიფიქრე რომ ნიკო გონსალესი და ტალიაფიკო ერთად ალბათ იამალი რომ შევიწროებული ყოფილიყო რა რო გითხრა რომ გაფინდა თქო იამალიც არა მაგრამ ნუ არ ყველაზე მთავარი იყო ტალიაფიკო მაგრად დაუდა იამალს ბევრ შემთხვევაში ხო მაგრამ იმან ხო არ იცოდა გაფრინდებოდა თუ არა არა ერთი ორი მაგარი შეწრა მაგრამ ხო ნუ იმან იცის რომ იამალი იმან თავით რომ იცაი ფერნან ტორესმა ერთი ყველაზე მაგარი მომენტი რომ ვერ შეაგდო ფერნან ტორესმა თავით
იამალი არ შეძლო მარჯვენა თირვა ერთ იმაში რომ მოხდა კიდე ეგ არ იყო იამალი მე ეს მე ის მე მორენო იყო არა მორენო არის თუ ეს რაგვარია ვინგერი რომ შემოიყვანა მარცხნიდან ნიკომ თავი რო ვერ წააწყა რა მაგას გეო ქოჩორში ქოჩორში აი ეგ გავიგე მონტიელი ცოტა უფრო ტკიპა არის და ის უფრო სწრაფია კი მაგრამ ბურთან ტკბილია უფრო მონტიელი ხო მონტიელი შეუძლია არ შეგეშინდება რომ პასს გაგიკეთებს ეს ხე რამდენი წუთიც უნდა ეთამაშა ალბათ იმდენი წუთით იმა როგორც სწრაფი შემოიყვანა ამანაც შემოიყვანა თუ რაღაც ნიკო ვილიამსის დასაჭერად მოლინა მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ ამ თამაში 1-11 უნდა ყოფილიყვნენ არგენტინელები რაღაცა 13-12-ზე არა მაშინ შეიძლება არა მაგდენი ბურთის დაკარგვა მაგდენი წინ აღარ დაკარგავდნენ თქო რა ჯერ აი ერთ რამეს გაგახსენე ელემენტარული პასი ქონდა მესისთვის მისაცემი მოკლე ვაფშე არ ჭირდებოდა ხა ბაპე რო ყავს და შენ ლივერპულის და ჩელსის ფეხბურთელი ხარ და 7000 თამაში გვაქვს ნათამაში შეიძლება რომ ცოტა გძელი მიცე რა მაგრამ არავინ ხელს არ უგა პროსტა რომ უნდა წაარტყა და გააგდო მე იმან ცუდად გამოიტანა თუ გახსოვს გასაჩერებელი ქონდა ვერ გაიჩერა რომ ცარიელი იყო და ისიც ვერ ჯანდაბას კაი მან ელემენტარული პასი ეგეც რა გონია შენ რა და დასაწყისში მესის ეგ წითელიც რატო აიღო იცი იმიტომ რომ უკვე ორიენტაცია რაზე აიღო ხელისაკრე აჭრილი იყო რა უკვე რა ჯარი არ მიცა მე ესე უკვე მაგაზე მიიღო ჯერ პირველი ყვითელი პარედეს ენცოზე კი არაფერი რა ხელი რო შვიჯი საჭი გიდგას ერთხელ კარიო ჯერდარი რა სკალონეს და მთელ არგენტინას და შეიძლება არგენტინის გულშემატკივრების 90%-ს თანახმა იყო რომ აქ წვალებით პენლებამდე მისულიყვნენ და იქ იმედი აქვს რომ ფიქრობდი რომ არ მინდა თქო ესეთი მე ესე ვფიქრობ აიღებდა პენალს რა მოუგებდნენ პენლებს იმღერებდნენ იცეკვებდნენ ისევ ჩვენ გავიხარებ ეგ თამაშო ვერ მოიგებ 100 წუთს წააგებ რა ქვია ყვარყვარზე თუ შიდობა ეგ გამოვიდოდით სახლიდან იმით მასკებით მაგრამ ცოტა ხანში ყველაფერი დაავიწყდებოდა და ეს ისეთი დაუნდობელი და ისეთი აი ხა ჩვენვე გადაუსვით ხაზი ოხერი სპორტია რომ წარმოიდგინე რა მთელი ღამე იმაზე ვფიქრობდი რომ აი მაგის რაღაცა იმას მასკოტს რო ემსგავსება რა ტირილის როდის დაიწყო იცი ხალხმა რო სიმღერა დაუწყო თორე იცინო მანამდე მართლა იცინო რაღაცნაირად არა ნუ იჯდა და დამსახურებულად მიიღო მოკლედ ხო რა გახიეს რა ჩამოვარდნილი გახიეს ერთით ნო ხო გახიეს ერთით აი როგორც ფრანგები გახიეს იმაზე მაგრა გახიეს იქ ემაც გარბოდენ რაღაცა არა მაგრამ მაგათაც რომ მომენტი არ ქონიათ იქ გარბოდნენ მაგრამ კარში ვერ დაარტყეს ბოლოს ესე იგი იამალს ქონა ერთი ძალიან კაი შეძვრა თავით ქონათ ერთი ფერან ტორეს თავით კაი 4-5 მომენტი კარი ბურთი არ აღებულა ქონდათ 100%-იანები რომ ვაიმე ნუ აი კაი საკურაი როგორც სიმიონეს ქონა ბოლოს ეგ მაგაზე უკეთეს კარში რომ მოერტყა და მეკარეს რო აეღო მაგას იძახები იყო რა მაგაზე ხარ ეგ რო შეიძლება ბელაფუენტე არის ადამიანი რომელსაც ეკუთვნის ყველაზე მეტი კრედიტი ახლა აქ რა ეს არის კაცი რომელიც 17 წლიდან ზდის ამ ბავშვებს ეს არის კაცი რომელსაც ხავი ინიესტა ბუსკეტსი და ვილა და სერხიო რამოსი და პუიოლი არ ყავს კიდევ ერთხელ 3 ულაპარაკო ოქროს ბურთის ხარისხის ფეხბურთელი და დანარჩენი უმაღლესი დონის ფეხბურთელები როგორებიც სხვა გუნდებსაც ყავს თუმცა აი ამის და მიუხედავად გააკეთა გუნდი რომელმაც უფრო მსუბუქად მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი ვიდრე 2006 წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე ესე ხო აკეთებდა ეს გახდება მსოფლიოს ჩემპიონი გვარდიოლა ხო ეხა როდრიზე რა დაწერა ნახე კი ეხა ეს გახდება აი შეხედე თუ ამას რა ტრამვების მერე ესე ვიზი აკეთებდა ალვარესზე მაშინ იქ თამაშო როდრიო იქნება პიქშიო მსოფლიოს ანუ 2 წელი გავიდა ტრამვის ეხა ხო ვითომ გუშინ ვიღაცა სწრაფმა გაუგდო ეს გაეკიდა და გაასწრო ძმაო გეუბნები იმის გარდა რომ ფიზიკურად ისა ტაქტიკურად გასტოინი ტიპია თან აი ამ ქცევებში ტაქტიკურად რაღაცა სუისე ლაპარაკობდა სუისე მიდიოდა კაპიტანია რა გაროჩ ხო არც დაღლინა ბიჭო ერთი ის მე 34 წუთი ლიჩამ აი ეს აკეთე ეს გააკეთე ხო ოღონდ ამ ტურნირში მესიზე კარგად არ უთამაშა
ანუ როდი არ უნდა გამხდარიყო სოფლიო საუკეთესო ამ სოფლიო საუკეთესო ფეხბურთი ერთი რამე კიდე მინდა რომ ხაზი გაუსვა რა ის ხელოვნური ინტელექტი ხო არ ირჩევს ამ ფეხბურთი ადამიანები ირჩევენ რა ხო რაღაცის გამო კრიბება რაღაცა ისე შეხედულებები ან ის არის ხმის მიცემა ან რაღაცა ინდივიდუალური სოფლიო ჩემპიონი გახდა არის კაპიტანი გოლი არ გაუშვიათ გოლი არ გაუტანია ხა გოლს ვერ გაიწევს აი რა კანს და კანავაროს მიცეს და ხა როდრის რომ მიცეს ეგ გაგიკვირდა და არა მაგაში არის ლოგიკა კანსრო კანავარო და ნუ ეხა რადგან ერთხელ მიირთვეს ბებიამაგისი მეორეჯერ ანუ ეგ იყო მოგონება რაღაც სისულელის რომ აქეთ არის ბაპე და არა ბაპე მიიღო კაცო თავისი ჯილდო იმ ამხანაგურში შეაგდო 2 გოლი გადაასრო და გახდა აიღო ოქროს ბურცი ნუ მაშინ მესიზე კარგად მესიმ გუნდი გაიყვანა ანუ აქეთ წერია საუკეთესო გოლი ბაპე მერე პასი ოლისე დაცვა ის და აქეთ წერია მესი და გუნდი გაიყვანა კოჭლი გუნდი გაიყვანა ფინალში როდრი რო როდის დაკოჭდა ეგ გუნდი არ არის ეგ კოჭლი ხო არა მესისთან ერთად კოჭლია მესი აი რის თქვა მინდოდა იცი მესისთან ერთად კოჭლი არის მესის გარეშეც მაგუნს ძალიან დიდი მომავალი აქვს ჩემი აზრით უბრალოდ მესი რო იქ თამაშობს თან თავისი ბრალია რო ეგრე ხდება და რაც კარგი ხდება ასევე მაგისი ბრალია რა იმიტომ რომ ნუ 10 კაცით რაღაც მომენტებში 10 კაცი რა უნდა გამოეცვალა ვის აი თავში რაც მომდიოდა თანაბრად რო იყვნენ ერთადერთი თავში რაც მომდიოდა რომ ის შემოეყვანა რა ალმადა გაქცეულიყო ცოტა ხო არა ბიჭო რომ ცოტა გაშლილიყო ეს აქეთ გამოწეულიყო ალმადა იქეთ გაწეულიყო და ცოტა მეტი ბურთი ქონოდათ რა და ეხა იქ ხო ვერ აიყვან ეგრე რა ნუ არა ახლა კლუბი ვითამაშობდნენ რა სივრცეს იმდენად იცოდნენ რომ ამათ რო რამე სივრცე ვიტანენო რომ აი არა განსხვავებას გეტყვი რა არის რა იმას არ ჭირდება ფეხბურთელების ზამენების გაკეთება მეტი არაფერი არ იმას გადაწყობა არ ჭირდება ეს 47 ჯერ გადაეწყო შუა თამაში მერე კიდე კაცი გაუგდეს კიდე გადაეწყო 4 წელი არ გადაწყობი მერე კიდე გოლი გაუშვეს კიდე გადაეწყო პირველ ტაიმის ისა 0-0-ზე თამაში რო იწყებოდა გადაეწყო წინა თამაშიდან დააყენა ნიკო გონსალესი და არ დააყენა პარედესი რომელიც ესე თუ ისე ყველაზე თავისუფლად გძნობს თავს იმიტომ რომ ყველაზე უკან თამაშობს და იქ არ აწუხებენ კაიგე და მაინც ამას აკეთებ ვერ უყურენ ამდენი ხანი უჭირავს მე წავა მიცემს მეკარესაც უჭირავს ან ლისანდროს უნდა მიცეს ან უნდა დაარტყოს ხო რაღაც უბედურებებიც მოხდა რა მანდ რა გუნჩი ლისანდრო რომეროს დამტრევა იყო ნუ კაი ხო ნუ წადით ახლა მაშინ მართლა გაიტანათ ანუ გუნდი ხო რაღაცაზე დგას არა ხა ლისანდრო მარტინესი ეს არგენტინა რო გავიდა ფინალამდე მესი ხო არის მერე ლისანდრო მედინას გარდა სხვა დამცველი არ ყავდა ანუ ეხა აი არ მინდა სახელი და გვარი თქვა ერთ ფეხბურთელის ვინ არის მედინა არ გინდა არა ისა რა ქვია მედინას გარდა სხვა მცველი არ ყავდა ჩვენ იქა რო შემოგვეყვანა არა ვინღა არის იქით ტალაფიკო ანუ აქეთ არის მოლინა მონტიელი ცენტრალურზე ვიძახი არა ცენტრალური აღარ სენესიც ფლანგი არის სენესი ხო ის არის ხო ესეთი ცუდი თამაში ამისის კიდე რა ვიცი ამ ხელა გამოცილება ხულიანა რო არის ჰა არა ეს ის არა პარედესი ბიზე არგენტინაზე ამ ხო 7 ნომერი რა დეპაული არა და წინაზე რა მაგრა წინაზე შემოვიდა უკენა დამჯდარი რო იყო ინგლისი იმისავით არის რაღაცა ერთი პასი წინ ხო უნდა მობრუნდე კაი არაძლევ წინა თამაშზე არა ძმაო გეუნები რო განთავისუფდებოდა მეთქი აი შემთხვევით რო გამოძვრებოდნენ აი სადღაც ისეთ ადგილას აკეთებდა პას რომ მთელი ესპანეთი იმ ფინალში რო აჩუქებდა წინა ფინალში მაგან ერთ შეხებაში სამჯერ ისეთი მაგარი პასი გააკეთა ერთ-ერთი გოლს რო აგდებს დიმარია აი ესპანეთი ბიჭო ეგეთი ხა რა გავიგე ფერი ხარ მაგრამ ბურთი რო ფეხში გაქვს წინ მიიღო რა სადღაც მეოთხეთ ფინალში მე არა ნუ რა აიყო ეს არა არ წაეგო არა ესე არ ეთამაშა წაეგოთ 2-0 რა ვიცი სულ კიდე 3-1 ეთამაშა ტანგას გაგვერტყა რაღაცა იყო ესე არ ეთამაშა დათუნას ვეუბნებოდი იმაში ხო გიждდება ამ იმაზე რა ქვია ამდენი წელია ბრაზილია
რა გენაღლება მე უთხარია პირველივე ტურიდან იცოდი ცუდად თამაშობდნენ და წვალება კემაინც ეხა ეს მივიდა ფინალამდე მეთქი. არა მე მაინც არ დამწყდა ისე ცუდად ესპანეთი მიყვარს რა. მაგათი თამაში მომწონს და მთელი ჩემი ესე იგი აი რაც მე ბარსელონას, რაც მე ეს სიყვარული ჯერ რეალის, მე ბარსელონას, რონალდინიო, მე მესი, მე ეს ჩემთვის საბოლოო მაგაზე დიდი ფუტბოლი რეალი ბარსელონა რო არის არ არსებობს. რამდენჯერაც არ უნდა შეხვდეს ახლა მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედს, ინტერი, მილანს. აი თუ იტყვი რომ აი ერთი რამე აირჩიო რა გინდა ნახო რეალი ბარსას ვნახავ თუ გინდა აი აქვს ფეხბურთელი არ ყავდეთ ჩიგნით ისეთი რომელზეც შეიძლება რომ თამაშზე წახვიდე აი ჯოვანის და აქეთ ვინ არის კიდევ ვიღაცა იმის გაგოს ანახავად მაინც რეალი ბარსა და აქეთ ბრაზილია არგენტინაა რა მაგრამ ამ რეალის და ბარსელონას სიყვარულიდან გამომდინარე ამ ბოლო 20 წელი რაც გვარდიოლამ დელბოსკემ იმან რა ქვია ნუ არაგონესმაც რა არაგონესმა შეიძლება სისტემურად იმდენი რამე ვერ გაკეთე რამდენადაც შეძლო რომ ეს სხვადასხვა კატალონიური ბასკური რა ქვია ხო რა ქვია ისანი მადრიდელები ესენი ყველაფერი რაღაცნაირად შეკრა ეს ყველაფერი ბიჭო როგორ პირველად ვნახე ეგ ერთმანეთს რო კოცნიდნენ ესენი ეს რეალის და ეგ ხო რაღაცა მოიტანა და ეს ფეხბურთიც ახლა რა შენ რო იძახი რომ ისე არ მეწყინა ხო შვეიცარიას რო გაიგდო უფრო მეწყინებოდა მაგრამ შვეიცარია ესე ვერ მოუგებდა ამათ რა ხო გესმის ის კაცი რო არ გაიგდო შვეიცარიასთვის მე მგონია რომ მათ ჭყლიტავდნენ ხო და ეგრე ხა ენცო რო არ გაიგდო შეიძლება პენლებამდე მისულიყო მაგრამ სირცხვილი როგორ გითქვა ეხა სირცხვილი ამეთ ხო მაგრამ უსამართლობა იქნება ხერხულად ვიქცე უსამართლობა იქნებოდა რომ ამ თამაშით ამათ პენლებით მოეუბნები რა ჯიმ კერი იყო ერთკვირიანი რა 2014-ის ფინალი ხო ბევრად საწყენი იყო რატო იმიტომ რომ ის გერმანიაც ზუსტად ესეთ გუნდი იყო ესპანეთი ხო მაგრამ აი ეს იოზილები და კროსები გარგავ 7-1 მოუგეს სახში ბრაზილიას ერთ-ერთი ყველაზე მაგარი კამპანია იყო იქ სალაპარაკო ქონდა მაგრამ იქ თან დიმარია იყო დამტრეული მაგრამ უფრო მეტი მომენტი ქონდა ლავეცი რატო გაიყვანა არ მახსოვს მაგრამ ჰიგუაინი იყო აგუერო იყო ისინი და ვეთამაშეთ ფეხბურთი და ბოლოს მან ერთბურთს აფუჭებს მაგარს თვითონ მაგრამ მათ სამი გოლი უნდა ჰიგუაინზე პენალია ალბათ ხოვედესეის უეჭველი დასაგდებია აი ეგარი დასანანი თამაში კიკინიანი რო შემოიყვანეს თავით რო ვერ აგდებს პალასიო რა მურც ვერ აგდებს არგენტინას და ჰიგუაინი ვერ აგდებს კიდე სასწაულ გოლს და ერთ გოლს აგდებს ჰიგუაინი და ასფსაიტი არ თulis მაშინ ვარი არ არის და იყო თუ არა ამ საიტი აღარ მაქვს ხო ეხლა წარმოიდგინე რა აი ეგ არის დასანანი წაგება აქ რა უნდა და რა უნდა დაგება გავიგე დასანანი აი ყურე შინაარსი მარტ ერთ თამაშს ხო არა აქვს დაიწყო ჩემპიონატი და ეს გუნდი მივიდა ფინალამდე კარგად ავად ამდენი ემოციები ეგ მაგან შემავსო ხო და ეხლა რომ მოხვედი აქ ხო ეხლა დამცალა ეხლა მოხვედი აქ რომ გაიხედე ვისე თამაშები ამ კაცმა ადგე ხა შტერი ხო არ არის სკალონე რა 7 წყნარი გაწონასწორებული კარგი სტაფიანი სტალონესავეთი ჰა გუშინ ირთმეინებო გუშინ სტალონე გახდა სკალონე რა და გადაწყვიტა რომ ამათ ეხლა მივცემ ბურთს და დავდგები უკან ნუ რა გადაწყვეტილება უნდა ვინც უნდა დაგეყენებინა მან და მაინც მან გადაწყვეტილებას მიიღებდა ამ ჩემპიონატის 3 ყველაზე კარგი დრამატული თამაში ჩავომითვალეთ აი ამ ჩემპიონატში დრამატული 3 ქონდა იავნად თვალდაყუჭული 3 ქონდა არგენტინას კი 3-ვე რომელიც მოიგო ინგლისთან და კაპოვერდესთან და ეგვიპტესთან 3-ვე იყო დრამატული და ძალიან მაგარი ემოციური ეგეთივე ქონდა ჩემი აზრით ინგლისი მექსიკა იყო ემოციური თამაში ერთ ქონდა ბელგიას მსგავსი ბოლოში და იაპონია რო ამოატრიალა ბრაზილია არა იყო ალბათ ესპანეთი საფრანგეთი სანახაობრივად არ იყო მაგრამ აი იქ სიცოცხლე ესპანეთი პორტუგალია არ იყო ხო არა დრამატიზმი არ ქონდა მაგრამ ხო და ნუ ესპანეთს დრამატული თამაში არ უთამაში იმიტომ რომ ყველაზე მაგარი გოლი ვინ გაიტანა ამ სოფლიოს ალბათ ამან ამ არგენტინელმა ალვარეს ყველაზე მაგარი გოლი ალბათ ეგ არ არის ეგ
სოფლიოს ჩემპიონატების გოლებში ათეულშიც ვერ შევაიგო. არა, ნუ ეხა ინდივიდუალურად ანა ყველაზე მაგარი გოლი. აი აქედან შემოვიდა ვინ გაიტანა ყველაზე აბა მაგარი ვინი გოლი ამ ეგეთი ჩემპიონატში, რა ვიცი. ყველა შესრულებული გოლი ნანახი იყო, მაქვს, რავი, აბა ხუთი კაცი არავის არ მოუტყუებია, 4 კაცი 3 არა. რაღაც სასწაული ჯარიმა არავის არ მესისაც გაუტანია. ხო კი შეაგდო გოლები რაღაცა პირველ თამაშში. აი მაგას ვამბობ, რომ არც ესპანეთმა ბაპემ როგორ არ ბაპესაც აქვს 1-2 კაი და უბრალოდ არგენტინას არ დემბელესაც აქვს. არგენტინას არ გაუძვრა გოლი რა. ეს ოლისე რა პასს აძლევს არა ბაპეს 4-1 აი კი, მანდ იყო საფრანგეთს ჰქონდათ ჯადოსნური მომენტები გუშინაც 2 ნამდვილად. პასი ისეთი გააკეთა ესპანეთმაჩი. ანუ აი არგენტინას რო გოლი გასლოდა 1-0. როგორ წავა საფრანგეთივით წავაგებდით რა. უფრო გავხსნი. ხო, აი რაღაცა გონია რომ წავიდო და აბა რა სიზავდნენ. აბა რა სიზავდნენ. წავიდეთ სახშიო ხო არის. ისინი არ გბერავენ. ეგეთი გუნდი არ არის ესპანეთი რომ 1-0 მერე ჩაჯდეს და იქ ის არის. ერთი რამე კი არის რა. ერთი რამე კი არის. თავში რაც გქონდა ალბათ რო გადაწყვიტა რომ ვაძლევ თამაში და ვდგები უკან და აი ამ სასტავს ვაყენებ და ეს თავში რაც გქონდა ბევრი რამე აერია რა. დარწმუნებული ვარ ეხლა რომ იქ ლოტაროც და კოკილი იყო ჩემი აზრით 100%-იანი წინ გაძლიერებისთვის ალმადაც მსად იქნებოდა ის დაიმტრა ეს მოუწია ეს დაიმტრა ის მოუწია კაცი გაუგდეს ეს საბოლოო ჯამში 4 ჯერ გადაეწყო სქემა რაც მაგას თავში გქონდა კი გაწურა მაინც რომელ წუთამდე ესპანეთზე რაც თქვი თელი ჩემპიონატი არაფერი რა ფიშკა არ გადაუადგილებია ფეხბურთელებს 4 წელი და ხო შეცვლებით ზუსტად ისე აკეთა ვინ შემოვიდა და ვინ შეაგდო ისევ შემოდიოდა და ისე დავით კიდე შეუგო როგორ შემოიყვანა პირველად ნახე ყველას გვარი იყოს როდრიგეს აი როდრიგესები გეთამაშა იყო დარჩენი ესპანეთმაც კაცნაკურ არგენტინასთან და კარში ჩამწვა და შემოივის რა ერქვა ანუ ხო ერთი გავიფიქრე რომ ჩვენი კაც ბარსელონაში თამაშობს გარსია ეგეც დაამატა როდრი გამოცვალა წარმოიდგინე და მან დარიფიქრე რომ ღირსები არიან ხო გუნდს რასუ შვები მთელი და 10 კაც დარიან გოლს და უკან და ეგრე ყველა მწვენს ეშინია მაგისი ბიჭო ხო და აი მაგ ყველა მწვენს ეშინია მაგ მესი რო თამაშობს კი არა ბავშვი არავინ რო არ თამაშობს მაინც ეშინია იმიტომ რომ ბუნებაა ადამიანის ესეთი იგებს 3 წუთი დაგჭა და ადამიანური ფაქტორი აი ყურე ერთ რამეს გეტყვი რა კეცვა იყო ჩვენი ნაკრების მწვრთნელი და ძალიან კარგად დავიწყეთ ციკლი რა. ერთი წელი არ წაგვიგია. ძალიან კარგად დავიწყეთ ციკლი და წავედით ლატვიაში. 1-0 მივყავს თამაში რა. 1-0 წავედი. ნუ აი ლატვიას ფეხბურთელები ყავს. ნუ აი არ ვიცი, შეიძლება ჰოკეის გუნდიდან გადმოყვანილი. რა ერთი ფეხბურთელი რო არის, აი ერთი. ვერპაკოვსკი არის. არა, ვერპაკოვსკი და რისი საუთგემპტონში რო თამაშობდა და რასტაუჩე და ნუ აი არაფერი ისი რა გვარი არავინ, ნუ არავინ, აი მწვრთნელის გვარი ვიცი მარტო რა, მართლა რა გვარი იყო ის. რუსული გვარი რო ქონს, სტარკო. მართლა ვიცი. სადღაც იყავი მანდ ჩვენთან ერთად. არ მახსოვს. მე და ის ვზივართ რა, რა ქვია. მე რა ვიცი არის ჯორდანია. მე რა ვიცი არის ჯორდანია. ხო და ნუ აქო ეხა მეუნება რომ აქ ეხა თუ ჩვენ გოლი გავუშვით. მე სუც გმუტავ რა, ხო აზე ხა ვიცი გმუტავ. თან კეცვა, მაინც როგორი ყურადღებით იყო და გმუტავ ეხა გამნიშნულობა აქვს. რა მოხდა, როგორ ვიცი. აი თავის ცხოვრებაში რო არ უქნიათ. რო დააყენო პასტით და ფურცლით, აი დიდი ფლომასტერი რო არის. დაფაზე. და პასტით გააკეთებინო ესე რომ აი აქედან აი ისე გაუშვი ეს პასტა რომ პირდაპირ იქ ჩავა იმასქნას აი ხაზი რო გააყოლებინო შეიძლება ხელითაც ვერ გააკეთოს ისეთი გოლი შეაგდო ვიღაცა ნუ არ ვიცი რა ეგ ერთი ეხა მეორეს გეტყვი 10 კაცით დარჩა ირლანდია მე ვარ ნაკრების მსვლელი 21 წლამდე ნაკრების მსვლელი 10 კაცით არის ირლანდია დარჩენილი 1-0 მიმყავს 100-თა თამაშობს ჩემთან 3 დღეში გვაქვს მეორე თამაში თან ესენი მეუნებიან ნაკრების მსვლელები რა რომ ვიღაცები დაიმატა ცოტა ხანიო ეგენი დაასვენეო რა რამოდენიმე კაციო იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ დავგჭირდეს ვცვლი 78 წუთზე 100-ას 1-0 მიმყავს აი კართან მოსულები არ არიან ირლანდიელი ვიღაცა ტიპი აწვდის აუც ეს სათამაშო და ასათამაშო ქუთაისში არა პოზიციურად 10 ნომერზე ვათამაშობდი სულ მე ავიყო როცა ვიყავი რა მანდ არ ვიცი
სხვა პოზიციაზე ჩემთან არ უთამაშია. ეგრევე წაიყვანეს მე ცოტა ხანში პირველ გუნდში. აი ვიღაცამ, ნუ აი ამოატრიალა აქედან იმამა და აი დაარტყა და აი ჩესიბიაც არ ქვია მაგას. აი რაღაცა უბედურება იმის უკრიდან შეაგდო გოლი. პანჩური ამოარტყა. ხო, ეხლა წარმოიდგინე რა ფეხბურთში არგენტინას გუშინ შეეძლო რომ შეეგდო გოლი. ნუ აი არ არის სამსიტყვიანი ანეკდოტი, არა არის 118 წუთში კარში და 2 გოლი შეეძლო, 2 გოლი. და 2 სიმიონეს გაკეთებული, ერთი აკედა ფრასტრელი და ერთი ესე რო აძლევს ის. ანუ შეიძლებოდა რომ ასისტი ქონოდა სიმიონეს გუში. ერთი გოლი შეეგდო, საშინელება 95% ექნება თავის კაცი როგორ არ გაიტანა. ბურთი ისა რა არ დაკარგული და სწორად მიცემდა 12 პასიდან ალბათ რა. ეხა დამაჯერებს დედამიწაზე ვინმე რომ გუნჩი საერთოდ წვნელი რო არ ყავდეს მესი რო ყავს და ლივერპულის ჩელსის იმის ბოკა ხუნიოსის ატლეტიკო მადრიდის და იმის ნახევარდამცველი ერთი პასი 12 ჯერ ვერ მიცე კაც პასი არგენტინის ნაკრებმა კაცო არგენტინის ნაკრებმა ეხა იმითი რო გავიყვანო მართვე რო გავიყვანო მესი მყავდეს არ დერჩივრაც 500 პასი მიეღო და 400 დაეკარგა მაინც კარგავდნენ ისინი უფრო უკან და იქ დაეკარგა არ ჯო მაგრამ აი თან რას ვფიქრობ იცი რომ მეგონა რომ მაინც ეთყობა ხო გამოეკიდა ყველაზე მეტი მე მგონი მაინც აქ ირბინა რა და რომ რა თქმა უნდა არ დარბის ფიქრობდა რომ არა ნუ ეხა ფიქრობდა რომ 8 კაცი თვარო და ეხა კიდევ მე ესე დაუდგე წამოვწეო და არა ძო მაგან აი როგორც ლებრონ ჯეიმსმა ალბათ როგორც ჯოკოვიჩმა როგორც კრისტიანომ და მაგათმა რაღაცა შეცვალეს თავის ცხოვრებაში რა გეუნები რა გერკულეს თუ ჭამდნენ ეხა რაღაცა სხვა რამეს ჭამენ ვისა 9-ზე თუ იძინებდნენ ეხა 7-9-ზე იძინებენ აბა როგორ შეიძლება არ შეიძლება მესის და აი მესიც კი რომელიც დარბის სხვაზე ნაკლებს ბევრად ნაკლებს 4 თამაში ითამაშა 120 წუთი 4-ვე თამაში ჰქონდა დრამატურგია ეხა იმის გარდა რომ ჯანი გინდა ემოციაც ხო ჩილის და გლის და განგრევსო ხო ეხა რო გითხარ რომ დიდად ფიზიკურად ვერ გაუკაჩეს თქო ტყილია გაუკაჩეს ვერ გაუკაჩეს ვაკაცმა არ ვიცი ამათო გაუკაჩეს თუ გაუკაჩეს მაგის ნახვა რამდენი არ ვიცი ნახე სიმეონე ამათო გაუკაჩეს თუ გაუკაჩეს დაუშვათ ის ამათო უფრო მეტი ირბინეს ბურთის უიმად ჰქონდათ და ხო და მაგას გეუბნები 15 კილომეტრზე ავიდო და მინიმუმ შეიძლება მაგის ნახვა თქო რა არგენტინის გულშემატკივრად რაღაც უბრალოდ მაგრამ ამას გეუნებიან ტირიან გვაგინებენ ჭუბობენ არა არავინ არ იმაშვება თურმე არა არგენტინას არ ლანძღავენ ეხლა არა არგენტინას ეხლა ჩემნაერ და შენაერ გიჟი გულშემატკივარი თუ გაბრაზდება თორე ეხლა ისე რაზე გალანძღავენ არა მე მგონი ესპანეთს ბევრი ესპანეთის ბრილიანტობაზეც უნდა ვისაუბროთ და ამ აკორდზე უნდა დავასრულოთ რომ ეს არის გუნდი რომლის წარმატების საფუძველში დგას ყველაზე მართალი რაღაც ჩემი აზრით ფეხბურთში აი ფეხბურთი ხო იყო ადრე ვინ იყო რომ მეხანძრეები ეთამაშებოდნენ სასრაფოებს და მე ეს ყველაფერი გახდა კომერციული მე ფული ჩაიდო და გახდა ის ფეხბურთი რაც იყო რა არა იმის თქმა მინდა შენ შეიძლება რომ მაგარი სისტემა და სკოლა ჩამოაყალიბო მაგრამ იმას პოვნა უნდა რა ეხლა შენ ორი საბალს და ბაენას კი არ უნდა ეხლა 25 წლის ასაკში პოვნა აი როცა იპოვნა ბავშვები როცა იპოვნეს იქ უნდა რა პოვნა 15 16 17 18 წლის და იქ მე ეხლა შენ გონია რომ სუეგენი იქ სხვებიც იყვნენ მაგრამ გაიცხრილა მე როგორც მახსოვს ხინესასგან მახსოვს დაბალი ხინესა რო იყო ჩვენთან რო ჩამოდიოდა იქ იყო ესეთ სისტემა რომ თითო პოზიციაზე 5 კაცს პოულობდნენ მეტნაკლებად თანაბარი 55 კაცი იყო აი რაღაცა generation თაობის ბირთვი ხო 55 აქამდე ვერ მოვა ვერცეთ ვარიანტი მაგრამ 55-დან 80% რომ დარიგდეს გუნდებში და ამ 55-დან 80%-მა ფეხბურთი რომ ითამაშოს უკვე იმაზე საპროფესიონალურ დონეზე კლუბებში იმას განათლება აღარ ჭირდება იმას უნდა დააკვირდე უბრალოდ და ხანდახან ახლა შეიძლება ისეთებიც ამოვარდნენ რომ როდრიგები ამოვარდნენ ხო ამოვარდეს რა შეიძლება ესპანელი რომელიც არ დაბადებულა სიტყვაზე იმაში ესპანეთში და სხვაგან დაიბადა რა კი ბატონო
პირიქითაც შეიძლება მოხდეს რა. ან რომელიღაც ესპანელი ვერ მოხდეს ესპანეთის ნაკრებში და აი როგორც ისე მაროკოში თამაშობს ახლა რა ქვია რეალის ფეხბურთელი რო არის. რამდენი ნატურალიზებული ხო არა დაიდება ეს იმდენად ცოტა ირბინა ამან ეტყობა რომ კაცში მოაკლდა ხო? საშუალო დაუქვეითა არა ის როგორ ერბინა 11 კაცს ესე 10 კილომეტრზე მეტი არ გამოვიდეს. ავიგე მაგრამ იმან 40 წუთი აღარ ითამაშა მე ენცო. ხო ეგეც შენი კაი ენცოს ნარბენი უნდა გამოაკლო 12 მე თქვა 12 არა ენცოს ნარბენი უნდა გამოაკლო მთელი დამატებითი და ბოლო 5 წუთი იმის ნახევარი საათის და 40 წუთი თავისი დამატებებით ენცო უნდა გამოაკლო 500 მეტრი უნდა ნუ ეხა 12 კილომეტრს თუ დარბის ირბენ და 5 კილომეტრი უნდა გამოაკლო რა და ანუ მიუმატო ამ შემთხვევაში გამოვიდო და 3-4 კილომეტრი ენცოს ნარბენი დაემატებოდა კიდე და ნუ ეს ხო ისედაც არ დარბის ეს ისედაც არ დარბის ხო და ასე ხო 100-ზე ავიდა 8 კაცმა ირბინეს იმდენი რამდენიც იმათმა ხო ეგრე გამო ხო მაკალისტერი ეგეთი სლაბი გინახია ესპანელებით და სკოლით და ეგ არის აი უდიდესი აპლოდისმენტების აი მითხარი ერთი ბოდიში რა ერთი არგენტინელი მითხარი გუშინ მეკარის გარდა აი რომელმაც ყველაზე კარგად ტალიაფიკო რომელმაც იამალი 10-დან 8 შემთხვევაში გაანეიტრალა ტალიაფიკო რა რომელმაც აი ეჭიდა ყველაზე რთული მაინც მაგას ქონდა რა რომ აი ეს კაცი ყველაზე კარგად გერგეთ ლოგიკურია მეკარე და მარცხენა მცველი რო საუკეთესო იქნება ის რა ქვია მაგას ჯარისკაცული მიზეზები სალდატსკი პრიჩინი ეგრე არის თარგმნება ეგ არის იმას ჩვენ რო ეზოში გრამაფონში რა ის რო არ დამტრეულიყო ეს რო ავათ არ ყოფილიყო ეს მესი რო 1-5 პატარა ყოფილი თავარი რა არის ეხა აქა რა თავარი ხო არის რომ ესპანეთმა აჯობა დამსახურებულად მოუგო მოლოდინები გამართლა და აი ამ საზიზღარ თამაში კინაღო გოლი შეაგდო იმან გეწყინებოდა მეწყინებოდა არ მეწყინებოდა მაგრამ შემწხვებოდა რა რომ შემწხვებოდა როგორ ეხა ხო ანუ მაგაზე მეტი არაფერი არ შემწხვევდა მაგაზე ცუდად აღარ მოვიქცე ეხა მან გოლი როგორ იმაში ტიგრან გულოიანი რო ხო შენ ოღონდ და შემწხვება თუ არ შემწხვება ესე მაგრამ აი ორივე ხელით დიდი პატივისცემით, დიდი სიყვარულით, ამავდროულად და დიდი იმითი ესპანური ფეხბურთის და საერთოდ ესპანური ფეხბურთი ხო თქვით რა. ხა რეალი ბარსელონა და როგორ შეიძლება, მაგრამ ხო, რაზა ისა რა ქვია, იმედგაცრუებებიც იყო რა, აი ბრაზილია მაგალითად ჩემთვის იმედგაცრუება მთლიანობაში. გუშინდელი არგენტინის თამაშიც იმედგაცრუებაა რა. მაგრამ ბევრი ლოგიკური რამე, აი ძალიან გამახარა ბელინგემის მაგარმა თამაშმა. ძალიან გამახარა ბაპეს მაგარმა თამაშმა, იმიტომ რომ ბაპე მომწონს რა. ძალიან დამაჯერა ჰალანდმა. აი ძალიან რა. და რაღაცები არის ისეთი რა, რომელსაც აი გულშემატკივარ ძალიან გაუხარდებოდა. იქ ესეთი კაპოვერდე, იქ ეგვიპტე, არგენტინის ესეთი თამაში. ძალიან არ მომეწონა დე ბრუინი ამ ჩემპიონატზე მაგალითად, რაც ძალიან საწყენია, იმიტომ რომ ხო, მაგრამ ნუ ეგ ხა იტალიაშია წასული. ფეხბურთელია რა. ხო, კურორტზე ხო ეგრე ქვია, ხო. ინგლისიდან რომ ნაპოლიში წახვალ და კვირაში 3-3 მაგივრად ერთ თამაშო. რომ მაგაზე უკეთესი არაფერი არ ქონა. აი ხა ნაპოლიზე კაი 32 ასაკში მეტი რაღა უნდა გამედისა დე ბრუინი. ხო, რა ეგრე არ არის 34-ს უკაკუნებს. არის 34? ნახოთ აი ერთზამე. მაგ დროს იმაში მიდიოდა ხალხი რა ქვია. რახან ჩვენ ასე ისე მე მინდა ყველას მადლობა გადაუხადო ბიჭებს თქვენს ყველას ვინც ერთისთვის თუ თვენახევრის მანძილზე ჩვენთან ერთად ამზადებდით არც ჩვენი შრომეთ ცოტა ხო არა ხო მაგრამ მაინც იქით აქეთ ხან ზევით ხან ქვევით ხან წვიმაში ხან თოვში მოკლედ თოვლი არის მოკლედ პასუხისგებლობით მოვეკიდეთ ზიკებში და ხან ისეთი პასუხისგებლობით მოვეკიდეთ ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ ხო ნუ მე და მე კიდე ჩქარა ჩამოვედი ხო ამიტომ ყველას მადლობა ვინც გვეყურებდა ყველას მადლობა
იმედია რომ მოგეწონათ ეს ჩვენი გადაცემები ვიყავით შეიძლება ცოტათი ხო მაგრამ არგენტინისკენ სუბიექტურები მაგრამ მე ვფიქრობ ობიექტურად სუბიექტურები ხო არც ზედმეტად კლასიკურები არ ვიყავით არც ვულგარულები ესე იგი რაც არის ყველას მადლობა ჯგუფს და ვფიქრობ რომ ჩვენ გავაგრძელებთ აჩი ფეხბურთზე ამ ინტენსიურობით ხო იმ ინტენსიურობით არ აუშავს სხვათა შორის არც ის არ არის ადვილი შედასაც აკეთებ მაგრამ აი ამ ინტენსიურობით ხო 25-20 გადაცემა ხო იმიტომ თქვი მე მგონი რაღაცა ცოტა სტუმრები ლაივები და რაღაცები მოგვეხმარენ ამაში ყველას ვინც იყო კინო მუსიკა და წიგნებიც უნდა შემოვიტანოთ ეს მადლობა და რა ვიცი ვფიქრობ რომ კარგი იყო კაი სოფლიო იყო საბოლოო ჯამში გაიმარჯვა ყველაზე კარგმა გუნდმა ესეც უნდა აღვნიშნოთ და მე ყოველ შემთხვევაში გუშინ რუსთავიორზე ვიყავი და იყო ლაპარაკი რომ რამდენი გუნდი ამდენი გაჩერება ამდენი წყალი ამდენი რაღაცა და ეხა კიდე 48 გუნდი და ჩემთვის მაინც იმდენივე გუნდი იყო ბოლოში საბოლოო ჯამში რამდენიცაც მე უყურებ გინა 78 გუნდი იყოს და გინა 48 და გინა ჩემთვის ის მაინც ის 10 გუნდია თუ 15 რასაც თუ რასაც თუ გნებავთ გვიან დაიწყეთ ყურება იყოს რასნიშნის კაპოვერდეც კანადას და უყუროს თავისმა გულშემატკივრმა ბლოტკევა ხო მე ხარ მაძალებს არავინ რომ მეც მადლობას გადაგიხდით ხო და მადლობა კიდევ ერთხელ და მომავალ შეხვედრამდე კომპანიასაც თანამშრომლებსაც ყველას კაკი შენს მადლობა მაყურებელს. ფეხბურთს აფერი არ ჯობია. კი ბატონო. წარმატებებს გისურვებთ მომავალ საკლუბო სეზონამდე. კი ბატონო. დავით, ნახვამდის.